ხდება? როგორც კი შერიგდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი, მივესალმებით ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, აზია საუბარი. მეზობლებს შორის მშვიდობა უნდა იყოს, უნდა არა ჩვენს ხარჯზე, არა ჩვენი გაწირვის ფასად. როგორც კი შერიგდნენ, ეგრევე დაიწყეს დარტყმები საქართველოზე. ხედავთ ბოლო დღეებში და კვირებში ბაქოდან რა სტატიები იწერებოდა იმის თაობაზე, რომ თურმე ჩვენ აქ არ ვატარებთ იაფად ტვირთებს სომხეთისაგან, ხელს უშლით, გაახსენდათ მე ბორჩალო, გაახსენდათ მეც გავახსენდი დავით გარეჯზე როგორ გავბედე და ამოვიღე ხმა თურმე, რომ წაგვართვეს მოგვწეს ჯარები შემოიყვან ალიევმა. სომხეთიდანაც დაიწყო კბენები საქართველოს მიმართ. ამიტომ მეგობრებო, არ არსებობს პოლიტიკაში მუდმივი მეგობარი, მუდმივი მტერი. ინტერესთა დამთხოვა ან არ დამთხოვა. და ჩვენ ამისათვის აბსოლუტურად ვართ აი როგორც გულობყილო დებილი ბავშვი, ნუ ბავშვი როგორ შეიძლება ითქვას დებილი ბავშვი ძენია ყველა და ანგელოზია, მაგრამ აი აბსოლუტური გეოპოლიტიკური სიბრიყვე და გულობყილობა ჯერ ნახეთ პრეზიდენტი მარტო ხმო ამბგერებს რომ აღმოთქვავს. ერთადერჯერ საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა ქვეყნის ფაქტობრივი დიქტატორი და კიდევ ფაჩუჯზე აკოცა იმ არაბ დაუბანელი ის უაქ რა ქვია გაურეცხავის მოსახლეობა ახვევია თავზე ნაყაიას. იმდენ როგორმე რო გაიყიდა საქართველოს არაბებზე კარგულად სადამდე მოიკავკვა წელში. და ეხლა შერიგდნენ უკვე სომხეთი და აზერბაიჯანი და დამთავრდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. აქამდე ხო გვეუბნა რომ ალიევი იყო ჩვენი გადამჭერი და პირველად იქ მიდიოდნენ ხალაც უბოძებდა, აკურთხებდა პრემიერად, მინისტრებად, პრეზიდენტებად ალიევი. საქმე გვაქვს არაპოლიტიკურ კრიმინალურ ბანდასთან, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის უზრუნველყოფა, უსაფრთხოება ის კუთხით პირველ რიგში. ქვეყნის საშიშროებაა თვითონ ქვეყნისთვის. აი ესეთ ძალასთან გვაქვს საქმე. რომელმაც აი ამ რთულ ვითარებაში, როცა გარშემო მტერს არ ვიხარ, მაგრამ გარშემო ყველა კონკურენტი გვახვევია. რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის კონკურენტებია. მათ შორის ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ყველას. და ამ დროს გვჭირდება ჩვენ მოკავშირე ძლიერი, რომელიც დათქმუნავს აი პრეტენზიების სურვილს მათში. ეს მოკავშირე ვინ შეიძლება იყოს? ევროკავშირი და პირველ რიგში შეერთებული შტატები. ვის ურტყავს ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა? ვის ურტყავენ უკვე 12 წელია? ზუსტად აი ამ მოკავშირეებს. და რჩებით აბსოლუტურად აი ესე. აი ესე დაუცველი ხახადაღებული დიდი და პატარა ვეშაპების პირისპირ და რომელიმე ვეშაპს უნდა შევეტენოთ. ამ შემთხვევაში რუსეთს აი ეს არის გათვლილი.